მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს ჩვენ ვითამაშებთ ისევ და ისევ იუნაიტედის კარიერას. ეს არის თუ არ ვცდები მე-7 ეპიზოდი, ხო? არ ვცდები, არა. მე-7 ეპიზოდია ზუსტად და დღეს გვექნება ძალიან კარგი და საინტერესო თამაშები. მოკლედ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ორ კვირაში მოვახერ, არც ორ კვირაში, ერთ კვირაში და 8 დღეში, ერთ კვირაში და 5 დღეში მოვახერხეთ, რომ ავსულიყავით 20 გამომწერზე, რაც ძალიან კარგია და როდესაც ამ კარიერას დავასრულებთ იუნაიტედის, აუცილებლად გამოვა სხვადასხვა საინტერესო თამაში, ხო და ეხლა კიდევ რა მინდა გთხოვოთ და გითხრათ, რომ ამას ვწერ ხა მიკროფონით და იმედია კარგად ისმის. ან შეიძლება ისევ ისმის, არ ვიცი მოკლედ. ხო, და მე ვიდეოში ვნახო. მოკლედ, დღეს გვექნება ძალიან კარგი თამაშები და საინტერესო. ტოტენჰემი, ვულვერჰემპტონი ქვია, მაგრამ მე ვულს ვეძახი, იმიტომ რომ ადრე ეგრე ერქვა. ნიუკასლი, ლესტერი, ბრენტფორდი, FA Cup-ის მეხუთე რაუნდი, ასტონ ვილა და ევროპა ლიგის რაუნდ ოფ 16-ის რომელიღაცა გუნდი აირჩევა და ვეთამაშებით მაგათ. მოკლედ, დღეს ძალიან დიდი ეპიზოდი გამოდის, ძალიან ბევრი თამაშები გვექნება ასევე. მოკლედ, რონალდო დაღლილია, კვარაცხელიაც ცოტათი დაღლილია. მაგრამ არ აუშავს, ჩვენ მაინც ვითამაშებთ თამაშებს. პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე ვდგევართ. რაც ძალიან კარგია და მოკლედ მოდი დავიწყოთ. ისევ ჯონი ევანსი დგას პირველ ადგილას. თან ერთი თამაში დგას. მოკლედ. დავიწყოთ ტოტენჰემთან თამაშიც. და მეგობრებო, თხოვნა რომ გალსო გამოიწევთ არხი და დალაიქოთ ვიდეო. და კიდევ ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ აქ გაგვიტანეს. და კიდევ რაღაც მინდა გითხრათ, წინა ვიდეო ან წინა ეპიზოდი. ეს მაგარი ვიდეო იყო. 40 ნახვა 2 დღეში. ჩვენი არხის რეკორდია ვიდეოებში. ძალიან დიდი მადლობა. ერთი გავხადეთ ანგარიში უკვე ტოტენჰემთან. არც ერთი თამაში არ არის წასაგები. მე თუ მკითხავთ მეგობრებო, პრემიერ ლიგაში, იმიტომ რომ პირველი ადგილი უნდა ავიღოთ და საერთოდ მოვიგოთ პრემიერ ლიგა. აქ ერთ პირველი ტაიმი დასრულდა. მეორე ტაიმში უკვე ჩვენ გვაქვს შანსი. გადავიდეთ აბა ცოტა კვარას ფლანგზეც. მიიღო კვარამ ბურთი. წაიღო კიდევაც, გააკეთა პასი რასმუს ჰოილუნდზე. და დაარტყა და გაიტანა ჰოილუნდმა 2-1 აქ არ უნდა გაგვიტანოს ხა გოლი. რა ძალიან კარგია, მოკლედ რა. ძალიან კარგი მცველები ყავს, ჩემი აზრით, რომ ყველაზე კარგად თამაშობთ დაცვაში. მცველები ძალიან კარგი ყავს. დალოტი და გოლ 3-1. აქ რონალდოს ვერ შემოუიყვან. მაგრამ შემოვიდეს, მოდი ამადი, გარნაჩო და სორა. ძალიან დაგვიღალა ეხლა აქ ხვიჩაც შევცვალოთ, მაგრამ ვიზე. კაი, მოდი იყოს კობი მეინო. რა ვქნათ? დაიღალა ხვიჩა. შემდეგ თამაშებში ხო უნდა ითამაშოს. დიოგო დალოტი და ისევ გოლი გავიტანეთ. მოკლედ, არ ყავს კაი ფეხბურთელები ამ თამაშში, მაგრამ მაინც მოვიგეთ. აქ კიდე მანჩესტერ სიტმა წააგო ლესტერთან.
ლესტერთან წააგო. ოპა. და ძალიან კაია, იმიტომ რომ ჩვენ პირველ ადგილას ვიქნებით. შემდეგ კიდე ჩვენ ვეთამაშებით ლესტერს. შემდეგი თამაში ვულვერჰემპტონთან გვაქვს, ვულვსთან. რა თქმა უნდა, რონალდო უნდა ითამაშოს. კიდე ეს შემოვიყვანოთ. სებალიოსმა და კაზემირომაც უნდა ითამაშოს, რატო ყავს ეს ფეხბურთელები სკამზე. ხო, კარგად ვართ დავაგებულები. მეკარე ბაიანდერი და ეს სო ახლა სწორად დავალაგეთ გუნდი და ვითამაშოთ ჩვენი შემდეგი თამაში ვულვსთან. ვითამაშოთ. ხო, მეგობრებო, ერთ თამაში გამოვტოვებ, ალბათ ლესტერთან. ლესტერს უეჭველე მოვუგებთ, ეგ ვიცი. აქ კრისტიანო ძალიან კაი გოლი გაიტანა და ძალიან კარგად ვითამაშეთ ახლა აქ ნახე. არ იყო მთლად გათამაშებული, მაგრამ მაინც კარგი პასები გამოვიდა. ორ პასში გავიდა ეგრევე გოლი. აქ ხუჩამ ვერ გაიტანა, მაგრამ ასისტი მიითვალა. აუ, სად ვერ გაიტანა ახლა ხუჩამ. უკეთესად მაინც დამერტყა. ან დაერტყა ხუჩას უკეთესად. კარგად ბიჭო. აი, ეს არის ცველი. ცველი არა მგონი, ნახე, ცველი იყო, კაზემირო იყო მგონი. ხო, კაზემირო იყო. და ონანას შვენიერი აღება. მეგობრებო, იმედი რა კარგად ისმის. ხმას მედია იწერს, იმიტომ რომ პირველად ვიღებ ესე. აქ ორი თრონს ვიღებთ. ვულვსთან. აქ უკვე გვაქვს შანსი რომ გავიტანოთ მესამე გოლიც. ოფსაიდშია რონალდო ხა რას აკეთებს? კი რაღაც დაკარგა ხუჩამ. მაგრამ ხუჩას მეორე ასისტი, რაც ძალიან კაია და რონალდოს გოლი. აქ შანსი აქვს. ხუჩა ყვარაცხელი ამას გაიტანა გოლი. აი ასე მეგობრებო. 4-0 ვიღებთ ვულვსთან. მგონი ჯობდა ვულვსთან გამოგვეტოვებინა თამაში, მაგრამ არა უშავს. ძალიან კაი მცველი ყო, აი რას ვამბობ, მეგობრებო, ძალიან კაი მცველები. მეტი არაფერი, გოლს არ ვატანებთ ხლა აქ ვულვს. დანი სებალიოსი. მანაც გაიტანა გოლი, ძალიან კარგად ამოვიცანით ტრანსფერი დანი სებალიოსი, რომ გადმოვიყვანეთ რეალიდან. ეხლა კი ასისტი მიუწერა დანი სებალიოსმა. ძალიან კაი ფეხბურთელია. ნახავ მცველი. მოდრიჩიც უნდა გადმოგვეყვანა, მაგრამ გონი ცუდი სტატისა ქოვერან. არა, 85 აქ გონი იმას. რა ქვია კაცო? მოდრიჩს 9.5 მატჩ რეიტინგი. ანუ ერთი გოლი გაიტანა დანი სებალიოსმა და მიიწერა ასისტი და რონალდომ 4 გოლი გაიტანა და ლოგიკა არა აქვს ამ თამაშს, მაგრამ ძალიან კაი თამაშია მაინც რა. აქ მანჩესტერ სიტიმ ფრე დაამთავრო ვისთან? ხო, კაი არ ვიცი ვისთან. ვისთან დავიმე? კაია, ეხლა ნიუკასლთან ვითამაშებ და ლესტერთან გამოვტოვებ რა. რა ხდება გუნდში ყველაფერი კარგად არის. რა უნდა გვენახა ჩვენ მოდრიჩი, მგონი 85 აქვს. მოდრიჩი, საერთოდ არ არის. კაი წლოვანებით არ იქნება. 35 წლოვანი. 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 35 წლოვანი
ხო, ნუ მოკლედ რა. არ გვაინტერესებს ხოლმე ჩვენ არ ვყიდულობთ ფეხბურთელს და ნიუკასლთან წავედით ვითამაშეთ. დავიწყეთ თამაში და ნიუკასლთან უკვე პირველივე წუთებზე გვაქვს შანსი კაზემირომ შეიძლება გაიტანოს, შეიძლება კი არა უეჭველი გაიტანოს კაზემირო უკვე მესამე წუთზე ვიგებთ 1-0. აქ ჩელსი იგებს ფულჰემთან. აქ უკვე შანსი გვაქვს ისევ ჩვენ კიეზა, რომელიც საერთოდ არ ჩანს ხოლმე თამაშებში, მაგრამ ახლა გამოჩნდა და კრისტიანო რონალდომ გაიტანა ძალიან კურიოზული გოლი. 1-2-3-4. უკვე 2-0. ძალიან მარტივად ვიგებთ ამ თამაშსაც. თუ რა თქმა უნდა არ შეგხვდება მაგალითად ლივერპული, მაგალითად სიტი. მაგრამ ახლა სიტიმ რო წააგოს, უეჭველი ჩვენ ვიგებთ პრემიერ ლიგას, იმიტომ რომ მანჩესტერ სიტისთვის სიდიზე 3 თამაშის წაგება ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდია. თან როდესაც ამხელო გუნდია. და რონალდო ჩემი გიჯიბიჯი. უკვე მეორე ტაიმია, არ ჩემი მჩნევია. აი რანაირი გოლი გამიტანეს ხლა. მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი დელიხტს გავატანოთ, ის რა გოლი გაიტანა დელიხტმა. ნახეთ უბრალოდ ჩასვა ეხლა 9 მინუტში. ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა ეხლა აქ. დელიხტმა. ისევ მანჩესტერ სიტის აქვს შანსი. ალბათ უკვე იცით რომ ამ გოლს გავიტან, მაგრამ რონალდომ გაიტანა, მაინც ხუჩას უნდა გაეტანა, მაგრამ ხუჩას ასისტი. ხუჩა ეს აგროვებს ასისტებს. რა გინა მეტი? ასისტი რა, ცუდია? აი ხო, ვიცი რომ გოლი უნდა გამეტანა ხუჩად. მაგრამ არა, სად არის ხუჩა? სად ახარ ხუჩა? კინა გამჩაწერა მცველმა. მაგრამ ამიღო. აი ნუ მოკეთ ხუჩას ვერ ვატაინებთ რა ვქნათ. მე მეგონა არ იწერდა, მაგრამ იწერს ძალიან კაია. 5-1 ნიუკასლს გავანადგურეთ. აქ ლივერპულმა წააგო, მაგრამ სიტიმ მოიგო. ჩვენთვის ცუდია. ხო, მოკლედ ახლა აქ ლესტერთან გამოვტოვოთ. ამას შეხედეთ, ხვიჩამ გაიტანა ტაიმის მიწურულსაც ძალიან კაია და 2-1 მოვიგეთ. აი ლესტერთან ცოტა გაუჭირდა ფეხბურთელს, მაგრამ მაინც მოვიგეთ. ბრენტფორდთან გვაქვს ახლა აქ FA Cup-ი, მეხუთე რაუნდი. მოდი ვითამაშოთ. ეს რანაირი ფორმებია? ღია ვარდისფერი. ჩვენი წითლები, რა თქმა უნდა, შმაკების ფორმა. აქ გვაქვს ახლა პირველი შანსი. არ უხდება ჩემი აზრით ეს ფორმები. მაგრამ გოლი გავიტანეთ მაინც, აი ასე. გოლი გავიტანეთ, ბიჭო. არა, ეხა ბრენტფორდის მოსაგები. არა. სადაა ეხლა ბრენტფორდის მოსაგები? აბა სად? გამოჩნდით, აბა ბიჭო. ეხლა ცოტა ერთი დიდი ანგარიშით კი უნდა ვიგებდეთ, მაგრამ მაინც. ნერვიულებ ხარ, რო გაგვითანაბრა. ვაიმე. აი ვთქვი და კარგად ვინამაშეთ ეხლა. და მოვიდეთ. ეხლა ხუჩას უნდა გავატანოთ გოლი.
რა გოლი, ცოტა გამიჭედა, მაგრამ მაინც რა მაგარი გოლი გაიტანა ხუჩა კვარაცხელია. აბა აქ ნახოთ რა ხდება. ყველა მოიგო. ვისი მოგებაც არ მინდოდა. რა ხდება ბო? ხუჩა თამაშობს ხუჩა, მაგრამ რონალდო არ თამაშობს. ასტონ ვილასთან რონალდო გამოტობებს. ემი მარტინესთან, ხო? კი. და როგორ იზრდება ეს ფეხბურთელი? და ევროპა ლიგის რაუნდ ოფ 16-იც გამოჩნდა. ვეთამაშებით ნიცას ვეთამაშებით მეგობრებო. ვაიმე დედა. აი ნიცა. თქვენ ხო იცით რომ მოუგებთ ნიცას? აი მტერით. მოკლედ ახლა ვითამაშებთ ასტონ ვილასთან. წავედით სამშობლოდ. დღეს ცოტა დიდი ეპიზოდი გამოდის. არც ისე დიდი. ეს თავარია ხუჩი თამაშობს და რაც თავარია ხუჩამ გაიტანა გოლი დღეს ამ ეპიზოდში. არა. კაია ძელი. ვაიმე. კაია. არა. ეხლა ვეღარ გადავჩევეთ, ეხლა გაგვიტანენ. არა, ეხლა ვერ გაგვიტანენ. ონანა ჩვენი გიჟი. რა იყო რა გუნდია ამისთან? ნახე. ასტონ ვილა ვიცი რომ კაი ამაროს. უმაგის შეტევებია, რონალდო არ ყავს და ეგრევე. ხუჩა დაიღალა უკვე. ამ თამაშს არ წავაგებთ, ხომ იცით? რა ხდება ძმა? აი ახლა. აუ ძმა. ეს რა გუნდია? ძლივს შანსი გვაქვს, ეს არის ხუჩა, ვიცოდი რა ხუჩა იქნებოდა. ხუჩა კვარაცხელიამ გაიტანა გოლი. 1-1 გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს გაატანა გასახდელში გოლი ასტონ ვილას. ჩემპიონთა ლიგაზეც ხო გაუტანა, ოღონდ ეგ რეალობაში. ხუჩა ასტონ ვილას. დაადუმა მარტინეზი. თამაშიც გაუტანა გოლი. არა ეს რა გუნდია ძმა, ბურთს ვერ ვართმევთ. ნახე, აი ძლივს წავარქეთ ხა. და რონალდო შემოვიყვანოთ. ხუჩამ მოდი თამაშოს. და 70 წუთზე შევცვლიდა. პენალი. აიღო, მაგრამ მაინც გაგვიტანეს, ბიჭო, მაინც გაგვიტანეს. ხუჩას შეცვლა გუწევს ძალიან დაიღალა. და კი ეს შემოყვანა. მიდით ჰეთქ, რამე გააკეთეთ, გთხოვთ, გაიტანეთ გოლი. მიდი რონალდო. კარგი ხარ, რონალდო. ვაიმე აცილა, ბიჭო, აცილა. ვაიმე რონალდო. არ იყო ახლა ეს წასაგები თამაში. კაი რა. რანაირად წავაგეთ ეს თამაში. კაი არა. მაგრამ ახლა აქ ევროპა ლიგაში ნიცასთან უეჭველი მოვიგებთ, აი ეგ ვიცი. მე დავასრულოთ ეპიზოდი. შემდეგ უკვე მერვეთ ფინალია. ნიცას შემდეგ. ნახეთ, შანსი არ გვაქვს, ანუ შანსები არ გვაქვს. აქეთ აქვს ნიცას შანსი. რაღაც მოვიკოჭლეთ. ბოლოში. მაგრამ არა, მაინც ვიცი რომ მოვიგებთ. აი, ახლა გვაქვს შანსი. მიდი ამათ. უკვე არა და ჯოშუა არიან. საკულტურა ზირკზე. მიდი, ხუჩა. რა გოლი გაიტანა. ვაიმე, რა გოლი გაიტანა ევროპა ლიგაზე ხუჩამ.
აი, როგორ არ არის ხა ეს ვიდეო დასალაიქებელი. არა ხო ვიცი, მაგრამ უნდა გამოიწეროთ არხი რა. გოლ, გარნაჩო, ახალგაზრდა. რამდენი 19 სახო გარნაჩო. აბა, გაიტანა. აი ესე 4-0. მეორე თამაშს გამოვტოვებ ალბათ ნუსასთან, იმიტომ რომ აზრი აღარ ექნება. მოვიგეთ. ხო, ნუ ეგ შემდეგ ეპიზოდში დავიწყე. აი მასაც ვაპირებ რომ ევროპა ლიგაზე ყველა თამაში ვითამაშო. ოპა, ჯოშუა ზირკზე 5-0. ისე ძალიან კარგად დავასრულეთ ეპიზოდი, ხო ჩამაც გაიტანა გოლი ბოლოს. და შემდეგ სამნახე არსენალი. არსენალი უცმა. რა უნდა არსენალს ჩემგან ვერ გავიგე რა გინდა. მაგრამ შემდეგ თამაში ვეჭერ მოგებული გვექნება არსენალთან. მოკლედ დღესაც ეს იყო, იმედია მოგეწონათ, იმედია იხალისეთ, თხოვნა რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. შემდეგ ჩელენჯსაც ველოდები, რა თქმა უნდა. და მოკლედ ძალიან მაგარი ეპიზოდი გამოგვივიდა. ხო, აი ასტონ ვილასთან უნდა წაგვეგო. ხო? ასტონ ვილასთან წავაგეთ, ხო? ნუ ხო, მთელი ეპიზოდები თამაშებს ვიგებდით, მაგრამ აი წავაგეთ ასტონ ვილასთან. მოკლედ დღესაც სულაც იყო, იმედია იხალისეთ, იმედია მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. ეს ბოლო თამაშიც ძალიან კარგი იყო. მოკლედ ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.